ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიასა და პანაკიას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთს, მოწმეებად ვრაცხ რამად, რომ კეთილსინდისიერად ჩემი ძალღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება. ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გავუნაწილო მას ჩემი მონაგირი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში. ეს ჰიპოკრატეს ფიცია, ყოველ შემთხვევაში მისი მოკლე ნაწილი. ფიცი, რომელიც მედიცინის მამამ ექიმებს ანდერძად დაუტოვა და რომელსაც ახალბედა ექიმები დღემდე დებენ. მართალია სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულ ტექსტს იყენებს და 1958 წელს ის იქნა გაუმჯობესებული ჟენევის დეკლარაციის მიღების შემდეგ, მაგრამ მთავარია რომ ის ეფუძნება ჰიპოკრატეს პრინციპებს, ადაპტირებულია თანამედროვე ღირებულებებთან და ადამიანის უფლებებთან. ხოდა მეც დამაინტერესა და ჩავეძიე. ფიცის მიზანი იყო შეექმნა ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ექიმი იმოქმედებდა მორალურად, ეთიკურად და ადამიანურად. ფიცის იდეა ეს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი მაგალითია პროფესიული ეთიკის შესახებ, პირველი მცდელობა სტანდარტების დამკვიდრებისა. ფიცი იყო როგორც სოციალური კონტრაქტი, რადგან ექიმი იჭრებოდა ადამიანის პირად სივრცეში, ეს ეხებოდა მის ჯანმრთელობას, ახალშობილის გაჩენას ან თუნდაც სიკვდილს, ამიტომაც საზოგადოებას სჭირდებოდა ამ სანდოობის განმტკიცება. შესაბამისად, ფიცი ეხმარებოდა ექიმებსაც და საზოგადოებასაც ურთიერთმდობაში. ფიცი იყო როგორც სოციალური კონტრაქტი. ვინაიდან ექიმები შედიოდნენ ადამიანის პირად სივრცეში, ეხებოდნენ მის სხეულს და მის საიდუმლოებებს, არ ყვევდნენ, ექიმებისთვის აუცილებელი იყო რომ ქონოდათ ნდობა მოსახლეობაში, ხოლო საზოგადოებას სჭირდებოდა ამ სანდოობის განმტკიცება, რომ ექიმი აღნიშნულ ინფორმაციას ბოროტად არ გამოიყენებდა. ფიცი ეფუძნება 5 ძირითად პრინციპს. პირველი, მკურნალობა უნდა ემსახურებოდეს პაციენტის სიკეთეს. მეორე, პაციენტის ცხოვრების, საიდუმლოების და ღირსების პატივისცემა. მესამე, მასწავლებლისა და მედიცინის მემკვიდრეობის პატივისცემა. მეოთხე, არანაირი განზრახული ზიანის მიყენება და მეხუთე, სქესობრივი ან სხვა შეუფერებელი კავშირების აკრძალვა პაციენტთან. ჰიპოკრატე საბერძნეთში, კუნძულ კოსზე დაიბადა ძველი წელთაღრიცხვით 460 წელს. რა თქმა უნდა, ეს თარიღი მიახლოებულია. იგი სწავლობდა ათენში და განათლების დასრულების შემდეგ ხელი მიიღო მოხეტიალე ექიმის პროფესიას, ხოლო მოგვიანებით გახსნა საკუთარი სამედიცინო სკოლა. მას შეეძლო ადამიანის ხელით გასინჯვა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მოსმენა, დაავადების დიაგნოსტირებისთვის შეისწავლიდა შარდისა და განავლის სუნსა და ფერს. მან დასაბამი დაუდო ავადმყოფობის მიმდინარეობის აღწერას, რაც თანამედროვე ენაზე გახლავთ ანამნეზი, იგივე ჯანმრთელობის ისტორია. შეიმუშავა ნახვევის დადების, მოტეხილობის, მკურნალობის მეთოდები და სხვა. ნაშრომებში აღწერდა სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობას, მკურნალობის წესებს, საკუთარ დაკვირვებასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ექიმმა დიაგნოზის დასმის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პაციენტის პირადი თავისებურებანი, მის ორგანიზმზე მოქმედი შინაგანი და გარეგანი ფაქტორი. კაცობრიობას მან დაუტოვა კორპუს ჰიპოკრატიკუმის სახელით ცნობილი ტექსტთა კრებული, რომელიც 70-ზე მეტ სამედიცინო ნაშრომს მოიცავს. ჰიპოკრატეს მედიცინაში სხეულის ფუნქციები განიხილება როგორც 4 სითხის წონასწორობა: სისხლი, ნაღველი, შავი ნაღველი და ლიმფა. სქესობრივი აქტივობა მაშინ ითვლებოდა ერთ-ერთი იმ საშუალებად, რომელსაც შეუძლია ამ წონასწორობის დარეგულირება. ჰიპოკრატე თავის ნაშრომებში აღნიშნავს ქალის სხეულს, კერძოდ მას საუბარი აქვს რეპროდუქციაზე, მენსტრუაციასა და სქესობრივ ჯანმრთელობაზე. სექსოლოგიას როგორც დარგს უფრო ფართოდ კაცობრიობა მე-19-20 საუკუნეში დაუბრუნდა და მისი ფორმირებაც მოახდინა. სამწუხაროდ დღესდღეობით საქართველოში სექსოლოგია არ არის მიჩნეული მნიშვნელოვან დარგად. ხშირ შემთხვევაში სექსუალური პრობლემებს ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენ სოციუმში და ეს ტაბუდატებული თემაა. არადა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი წყვილების განქორწინების სწორედ სექსუალური პრობლემები გახლავთ. არადა ჰიპოკრატეც კი აღნიშნავს, რომ სხეულის ბალანსი, რეგულარული ფუნქცია და ფიზიოლოგიის დამოკიდებულება ცხოვრების წესზე სწორედ სექსოლოგიის მკურნალობას უკავშირდება. ჰიპოკრატეს სკოლაში ორსულობას, მშობიარობას და ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რადგან მაშინდელ მედიცინაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცენტრალური საკითხი. მათი ხედვები ხშირად ეფუძნებოდა ბუნების ფილოსოფიას და ასევე განიხილებოდა სითხეების თეორია, რომელიც ცოტათი მოძველ და
თუმცა ისტორიულად ფასეულია. ჰიპოკრატეს მედიცინა მიიჩნევდა, რომ ორსულობა ბუნებრივი პროცესია. უბრალოდ ის მოითხოვს განსაკუთრებულ დაკვირვებას, კვებასა და ცხოვრების წესს. ჰიპოკრატეს მიეწერება ერთ-ერთი პირველი მცდელობა ორსულობის კლინიკური ნიშნების ჩამოყალიბებაში. საუბარი გვაქვს მენსტრუაციის შეწყვეტაზე, კერდის შესიებასა და მუქ არეოლებზე, გულისრევასა და ღებინებაზე და მუცლის ფორმის ცვლილებაზე. ბუნებრივია, იმ დროს დიაგნოსტიკა მთლიანად ეფუძნებოდა დაკვირვებასა და პაციენტის გამოკითხვას. წარმოიდგინეთ, დღევანდელი მედიცინა რამდენად განვითარებულია. სჯობს დაავადების თავიდანაცილება, ვიდრე მისი მკურნალობა. ყოველი დაავადება რაღაც მიზეზით ხდება. ეს არ მოდის შემთხვევით. ბუნება საუკეთესო მკურნალია. ჰიპოკრატეს სიტყვა.